ნიკა დამეთანხმები, რომ მიუხედავად ლიზას ასაკისის ძალიან ახალგაზრდა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული, მოწიფული მუსიკოსი, საოცარი პროფესიონალი. ნამდვილად. პრეზიდენტი საფრთხოვანებულია. პირველი ლედი. ლიზა წვიმალა მუსიკოსი ნამდვილად. რაღაცა შეცვლილების თავისი მანერა არავის არ გაქვს რომ აკვირდება. ინდივიდუალურია, რაც ყველაზე დამახასიათებელი და გამოსარჩევია შემოქმედისათვის. საოცარი ტექნიკა ყველაფერთან ერთად. Bravo. Bravo, ნამდვილად იმსახურებს ასეთ აპლოდისმენტებს. აღფრთოვანებულია საზოგადოება, ოვაცია დაწყდება. პრეზიდენტი საოცრად აღფრთოვანებულია. აცილებს ქართველი მაყურებელი უმშვენიერეს და უნიჭიერეს ახალგაზრდა ხელოვანს. ფერვერკები არ წყდება კადრში და შემდეგი ნომერი ალბათ სწორედ ხანჯლური იქნება სუხიშვილების შესრულებით. გია გაგნიძე სოფლიოში ცნობილი მომღერალი, არაჩვეულებრივი შემოქმედი და უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წელს ვერდის ხმების კონკურსის ფესტივალზე, რომლის ჟიური სწორედ ხოსე კარარასი გახლდათ, გია გაგნიძე აღიარეს რიგოლეტოს როლის საუკეთესო შემსრულებლად 130 კაცი იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას და როგორი აღსანიშნავია, რომ სწორედ გია გაგნიძე გამოარჩიეს და იგი აღიარეს რიგოლეტოს როლის საუკეთესო შემსრულებლად. გია აგრეთვე არის ისტანბულის და სანქტ-პეტერბურგის კონკურსების ლაურეატი. ციგიკა მე მისი კურსელი ვარ და პიროვნულად ძალიან კარგად ვიცნობ მას, ძალიან თბილი, მეგობრული და ოდნავ რომანტიკული ადამიანიც არის. შენ ბევრს იცნობ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ერთდროულად 10 გოგონას შესთავაზებს ცოლობას? მე არ მახსენდება ასეთი ადამიანი. არა ხო? პირველ კურსზე ერთად ვიდექით 10 გოგონა, დიდხანს გვიყურა, ბოლოს მოგვიახლოვდა და გვითხრა: "რა ლამაზები ხართ ყველანი, რომ შემეძლოს, ყველას მოგიყვანდეთ ცოლად." ამათიდან ჩამრჩეს რომ ლამაზები. ამათიდან ხარ გახდა რომელიმე შემდგომში მისი მეუღლე. არ ვიცი. და ნამდვილად 2010 წელს ვიწყებთ ქართული კლასიკით ფალიაშვილის უკვდავი დაისით და სოფლიოში ცნობილი მომღერალი გია გაგნიძე მღერის დამისხი დამალევინეს. სამ ძალიან შეესაბამება სადღესასწაულო და სუფრის განწყობილება. დარწმუნებული ვარ ყველა ქართველის ოჯახში არის ისმის ასეთი დამისხი დამალევინე ისმის ნამდვილად. ხერხელის რა მოგახსენოთ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. და ნამდვილად იმსახურებს ოვაციებს, როგორც გია გაგნიძე, ასევე ზაქარია ფალიაშვილი ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოების შექმნისათვის და მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ტელემაყურებლებს, რომ გია გაგნიძემ შეასრულა ოპერა დაისიდან დამისხი დამალევინე, არაჩვეულებრივად განსაკუთრებით პრეზიდენტის ვერ მალავს აღტაცებას.